გამარჯობა მეგობრებო, მე ია მეორმეშვილი ვარ ბაზირებული ვაშინგტონში, ჟურნალისტი და მინდოდა თქვენთვის ძირითადად ოფიციალური განცხადებები გამეცნო იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა მიმდინარე კვირას ვაშინგტონში უკრაინასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის არა უკრაინასთან დაკავშირებული, მაგრამ მხოლოდ იმით შემოვიფარგლოთ, რაც უკრაინის გარშემო ხდებოდა მიმდინარე კვირას. კვირას დავიწყებ სამშაბათით, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს. სატელეფონო ზარი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ზარის შემდეგ ორივე მხარემ გამოაქვეყნა საკუთარი ანგარიში იმისა საზოგადოებისთვის თუ რა მოხდა ამ სატელეფონო ზარის დროს. უნდა აღვნიშნოთ, რომ კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადება თითქმის 3-ჯერ გრძელი იყო იმაზე, რაც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. კრემლის განცხადებაში იყო ჩამოთვლილი ის თემები, რომლებზეც სავარაუდოდ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპთან ისაუბრა და ამას შედიოდა მოთხოვნების მთელი სია, რომელიც ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და იცით თქვენ. პრეზიდენტი პუტინი მიესალმებოდა პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო გარკვეული ნიუანსები და ამ ნიუანსებში შედის ისეთი დიდი თემები, რა თქმა უნდა, როგორც არის უკრაინისთვის მაგალითად სამხედრო დახმარების შეჩერება, ან სადაზვერო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება. ასევე იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, რის გამოც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ძალიან ვრცელი იყო ეს სია, არ ჩამოყვები ყველაფერს. თეთრი სახლის განცხადება იყო საკმაოდ მოკლე, სულ 4 აბზაცი და ამ 4 აბზაციდან ძირითადი დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ის, რომ პუტინი დათანხმდა დროებითი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში. ეს ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ ენერგო ინფრასტრუქტურას და ასევე ეხება შავ ზღვაში გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს ორივე მხრიდან. ამის გარდა შეთანხმება ამ ზარის განმავლობაში არ მომხდარა არაფერზე, როგორც ყოველ შემთხვევაში, როგორც თეთრი სახლის განცხადებიდან ვიცით. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თეთრმა სახლმა თქვა, რომ ეს კარგი პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ უკრაინაში საბოლოო ჯამში მივიდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებამდე და რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რაც კარგი იქნება ეკონომიკურად ორივე ქვეყნისთვის, ასევე გლობალური სტაბილურობისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიღწეული იქნება მშვიდობა. ასეთი იყო თეთრი სახლის განცხადება. ამის შემდეგ შედგა საუბარი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ეს მოხდა მომდევნო დღეს, 4 შაბათს. Completed a very good telephone call with President Zelensky. It lasted approximately 1 hour. Much of the discussion was based on the call made yesterday with President Putin in order to align both Russia and Ukraine in terms of their requests. ამ შეხვედრის შესახებ უფრო მეტი გავიგეთ თეთრი სახლისგან, ვიდრე პუტინთან შეხვედრის შესახებ. გავიგეთ ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლის საბოლოო ჯამში კმაყოფილი ამ შეხვედრით, რომ მაიკ ვოლცმა, რომელიც არის ეროვნული უშიშროების მრჩეველი პრეზიდენტი ტრამპისთვის და მარკო რუბიომ, სახელმწიფო მდივანმა, ეს შეხვედრა ერთობლივ განცხადებას შეაფასეს როგორც ფანტასტიკური და ასევე თეთრი სახლის წარმომადგენლისგან, კეროლაინ ლევიტისგან გავიგეთ შემდეგი შეფასება, რომ შეხვედრა იყო ძალიან დადებითი პრეზიდენტი ტრამპისთვის, რომ ამ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინელი ბავშვების უკრაინაში რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხზე მუშაობას. ასევე გავიგეთ ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები და პრეზიდენტმა ტრამპმა მას პირობა მისცა, რომ ამაზე იფიქრებს თუ და ძალიან დადებითად შეხვდა საბოლოო ჯამში ამას. ესეთია დასკვნა, პირობა არ გამოჩენილა ამაში, თუმცა ესეთი დადებითი განწყობა გამოჩნდა და ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას შესთავაზა ის, რომ რაღაცა ფორმით მართოს უკრაინის ზოგიერთი ენერგოწარმოების
ობიექტი. რა იგულისხმება, რომელი ობიექტები ამაში კონკრეტულად რა ფორმით შეიძლება ეს უკრაინას გადაეცეს ჯერჯერობით არ ვიცით. უკრაინის მხრიდან ამას მოხდა გამოხმაურება, მაგრამ უკრაინის გამოხმაურებებზე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ. თუმცა თეთრი სახლისგან იყო ესეთი განცხადება, რომ ასეთი შეთავაზება მოხდა და რომ ეს საუკეთესო დაცვა იქნება ამ ობიექტებისა, რომ თუ ამერიკა ამუშავებს ამ ობიექტებს, მაშინ რუსეთი მათზე თავდასხმას არ განახორციელებს. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. Intelligence sharing in terms of defense for Ukraine will continue to be shared. ამის შემდეგ პარასკევს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა განცხადება, რომლის დროსაც თქვა, რომ მიმდინარეობს კონტრაქტზე მოლაპარაკება მიწის გაყოფასთან დაკავშირებით. აი ასეთი იყო დაახლოებით მისი განცხადება. დეტალები არ ვიცით, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას გულისხმობდა ამ ყველაფერში, თუმცა, ასეთი ფორმულირება ჰქონდა ამას, რომ მიმდინარეობს კონტრაქტის შემუშავება. Going to be, I believe we're going to pretty soon have a full ceasefire, and then we're going to have a contract. And the contract's being negotiated, the contract in terms of dividing up the lands, etc., etc. It's being negotiated as we speak. პარასკევს დღის ბოლოს, ანამ პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლს დატოვებდა, მანამდე მან ასევე ჟურნალისტებთან გააკეთა მოკლე განცხადება. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ რა კომენტარი გექნება, ხომ არ დაუწესებდით რუსეთს დამატებით სანქციებს მას შემდეგ, რაც რუსეთი არ დათანხმდა თქვენს პირობებსო და პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ არ ყოფილა საქმე ასე, რომ რუსეთი არ დათანხმებულა რაღაცაზე და რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს სანქციები გვაქვს. He didn't reject anything, and they do have sanctions. They have a lot of sanctions. They have just about more sanctions than anybody. აი ასეთი იყო ზოგიერთი ეს ოფიციალური განცხადება, რომელიც გააკეთდა მიმდინარე კვირას უკრაინასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის შემდეგ მთავარი ფოკუსი გადავიდა, ასე ვთქვათ, სტივ ვიტკოფზე, რომელიც არის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში, მაგრამ ის ასევე არის ჩართული რუსეთთან მოლაპარაკებებშიც და ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიტკოვს პუტინმა 8 საათის განმავლობაში ალოდინა სანამ შეხვდებოდა, თუმცა ეს შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა თუ 1-ზე მეტი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ვიტკოვმა ინტერვიუ მისცა ტაკერ კარლსონს, რომელიც არის ძალიან ესეთი წინააღმდეგობრივი ფიგურა მედიაში, სიმპათიებით განწყობილი რუსეთის მიმართ და ძალიან საინტერესოა ის, რომ ვიტკოვმა სწორედ მას დაუთმო ამდენი დრო და ესაუბრა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს განმავლობაში. მისი გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით ამ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთზე და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებზე კრიტიკა ძირითადად იყო ის, რომ რაც საკმაოდ სხვათა შორის ისეთი ზღვასავით მოაწვა სოციალურ ქსელებს, კრიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ის კარგად არ იცნობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კარგად არ იცნობს ომის დაწყების საფუძვლებს, ენდობა რუსეთის პროპაგანდას და არის ძალიან მიამიტურად დამჯერი იმისა, რასაც ამბობს კრემლი. და რა იგულისხმება ამაში, რომ მაგალითად ერთ-ერთი როდესაც ის პუტინს აქებდა, ასე ვთქვათ, თუ ამბობდა, რომ პუტინი ძალიან კარგი ადამიანია და რომ ის ტრამპის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი, მან ასეთი რამ თქვა, რომ შეხვედრის დროს პუტინმა მითხრაო, რომ როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესროლეს წინა საარჩევნო კამპანიის დროს ის წავიდა მის ეკლესიაში და ტრამპის სიცოცხლესთვის თუ ტრამპისთვის ილოცა. He went to his local church and met with his priest and prayed for the president, not because he was the president of he could become the president of the United States, but because he had a friendship with him and he was praying for his friend. თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით ასეთი კეთილგანწყობით არ საუბრობდა ის და მიუხედავად იმისა, რომ შეაქო როგორც პრეზიდენტი ზელენსკი მის მხნეობისთვის, ასევე უკრაინელი ჯარისკაცები, უკრაინელი ხალხი, მაინც უფრო კრიტიკა გამოიხატებოდა იმაში, რომ ის რუსეთის მიმართ უფრო მეტად კეთილგანწყობილია და არ არის მიუკერძოებელი მომლაპარაკებელი ამ შემთხვევაში. ამ ინტერვიუში გამოჩნდა ის, რომ ვიტკოვმა არ იცის თუნდაც სახელები იმ რეგიონებისა, რომლებიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული და თან ბოლომდე არ არის ანექსირებული, რუსეთი ვერ აკონტროლებს 4 რეგიონის სრულ ტერიტორიას.
მან ვერ ჩამოთვალა ეს ტერიტორიები, რის გამოც ძალიან დიდი κρიტიკა are these დაიმსახურა. so-called four regions: Donbass, Yes. Crimea, the names Lugansk, yeah. Lugansk, and there's two others. They're Russian speaking. მან ასევე თქვა, რომ ეს რეგიონები, ამ რეგიონებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა იმას, რომ ისინი ყოფილიყვნენ რუსეთის ნაწილი და არა უკრაინის ნაწილი. თუმცა ასევე კრიტიკა მოხდა ამ განცხადებას იმის გამო, რომ ის რეფერენდუმი, რომელზეც ის საუბრობდა, რუსეთმა ჩაატარა ჯერთი ძალდატანებით, შემდეგ თვითონ შეკითხვები იყო შედგენილი ძალიან მიკერძოებული გზით და არც ერთი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია აბსოლუტურად არც ერთი არ აღიარებს ამ რეფერენდუმის შედეგებს. აკრიტიკებენ მას იმის გამო, რომ ეს არის რეალობას მოწყვეტილი და სჯერა იმ რაღაცა შექმნილი მითოლოგიური თუ ალტერნატიული იმის რეალობის, რომელიც პუტინის პროპაგანდამ შექმნა. თეთრ სახლს ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, არ ვიცით რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ტრამპს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ვიტკოფმა გააკეთა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ ორშაბათისთვის გვეცოდინება უკვე გვექნება რაღაცა ფორმის შეფასება ამ განცხადების, ან საერთოდ არაფერი არ გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვათ ამ საკითხების გაგრძელება აღარ უნდა იმ ფორმით თეთრ სახლს, რა ფორმითაც ეს ვიტკოფმა გამოაჩინა. აი ეს თემები იყო, რაზეც მინდოდა უბრალოდ რაღაც ერთად შემეკრიბა და ერთ ადგილზე ყოფილიყო თუ გაინტერესებთ მათი მოსმენა და ვიდეოს ბოლოს ვიტყოდი ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამოკითხვის შესახებ ჩემი აზრით. ორივე გამოკითხვა არის გამოქვეყნებული იმ მედია საშუალებების თუ გაზეთების მიერ, რომლებსაც რესპუბლიკური პარტია ძალიან ენდობა, მათ შორის ხალხი ამბობს ხოლმე, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას ყოველდღიურად კითხულობს. ეს არის New York Post-ი და Wall Street Journal-ი და მათ გამოაქვეყნეს აი მაგალითად New York Post-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა არის გალოპის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც რესპუბლიკელების 46%-ს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის საკმარის არ აკეთებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რაოდენობა, ეს 46% დეკემბერში იყო მხოლოდ 30% და აი ამ დეკემბრის შემდეგ მარტამდე 16 ნიშნულით მოიმატა საბოლოო ჯამში ამ მონაცემმა. ასევე გალოპი ასევე ამბობს, რომ 23% ადამიანების ამბობს, რომ საკმარისი კეთდება უკრაინისთვის და 30% ამბობს იმას, რომ ამერიკა იმაზე მეც აკეთებს, ვიდრე ეკუთვნის უკრაინისთვის. Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ასევე რაღაცა ერთგვარად ეხება უკრაინას, უფრო მეტად ალბათ რუსეთს, ასევე გამოკითხულია რესპუბლიკელები ამ კვლევისთვის. მათი 83% პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებებს, პოლიტიკას, განცხადებებს აფასებს დადებითად. ზოგადად ტრამპს აფასებს დადებითად. მაგრამ ასევე 83% ამ რესპუბლიკელებისა ამბობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არის უარყოფითი გავლენა გლობალურ სტაბილურობაზე და აცხადებენ, რომ მის მიმართ არიან უარყოფითად განწყობილები. შემდეგ იყო ერთი კიდევ საინტერესო შეკითხვა, რას ფიქრობთ, რატომ დაიწყო პუტინმა ომი თუ რატომ დაიწყო ომი უკრაინაში. ერთი შეკითხვა იყო, ეს არის პუტინის ამბიციების გამო თუ ნატოს გაფართოების გამო. და 70%-მა გამოკითხულებისა თქვა, რომ ეს არის პუტინის ამბიციების, რესპუბლიკელების 70%-მა თქვა, რომ ეს არის პუტინის აგრესიის შედეგად მიღებული თუ დაწყებული ომი და მხოლოდ 15%-მა თქვა ის, რომ ომი დაიწყო ნატოს გაფართოების გამო. სულ მოკლედ ეს იყო დღეს, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა, რომ მიყურეთ. თუ შეკითხვები გაქვთ, გამომიგზავნეთ, თუ ეცდები გიპასუხოთ, ან გავიგო მათზე პასუხი. ერთი რასაც დავამატებ ბოლოს არის ის, რომ 24 მარტს უნდა დავალოდოთ, ანუ ორშაბათს გაიმართება ეს ტექნიკური შეხვედრა
თუ შეხვედრა ტექნიკურ კადრებს შორის უკრაინისა და შეერთებული შტატების იმისთვის რომ რაღაცნაირად დეტალები შეთანხმდეს სავარაუდო ცეცხლის შეწყვეტის გაფართოებასთან დაკავშირებით და ჩემი ინფორმაციით ამაზე შესაძლოა ამ შეხვედრას შესაძლოა ასევე იყოს საუბარი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით რაც ზოგიერთი ვარაუდით შესაძლოა აგვისტოშიც კი გაიმართოს. ასე რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება ორშაბათს და როგორ გაგრძელდება შემდეგ მოვლენები. მე ვეცდები რომ შიგადაშიგ მოგაწოდოთ ხოლმე აი ესეთი შემაჯამებელი ჩანაწერები შეხედულებების გარეშე, მაგრამ მოგაწოდოთ ის ოფიციალური ცნობები, რომლებიც ვრცელდება შეერთებული შტატებიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.